ვარ სასილი ხილაძე 8 წლის. სწავლობ მე-10 სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ხატვა და საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 1 წელია დავდივარ ცეკვის წრეზე. პირველად რომ მივედი, არავის არ ვიცნობდი და ნერვიულობდი. მერე ყველა გავიცანი და ბევრთან დავმეგობრდი. ცეკვაში ყველაზე ძნელი არის ქუსლებით დადგომა. ყველაზე ადვილია ხელების გაშლა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის საჭარული. საყვარელი ილეთი არის ეს. მინდა მქონდეს კონცერტი და ვიცეკო დიდ სცენაზე. პირველი კონცერტი მინდა მქონდეს იაპონიაში. მაგ კონცერტზე მინდა მეცვას შავი მოკლე კაბა და ქამარიშა. მეცმება მაღალქუსლიანი და მექნება დამწნილი თმა. ბილეთის ფასი იქნება 100 დოლარი და მთლიანი დარბაზი იქნება სავსე. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიყიდედი სათამაშოების მაღაზიას. მე როცა ფული მაქვს, ძირითადად ვხარჯავ ტკბილეულობაში. ჩემი საყვარელი ტკბილეული არის შავი ნაყინი. სხვათა შორის მე ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო პიცა. ჩემი საყვარელი საჭმელი არის წვადი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი კლასელები მყავს და ლამაზი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ანა ბენდელიანი. ყველაზე ჭკვიანია გიორგი გაგუა. ყველაზე მშვიდია დანიელი. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია თაკო შაქარაძე. იმიტომ რომ მხიარულია, ლამაზია, ბავშვებს არ უყვერის და ძალიან კარგი მასწავლებელია. რო გავიზრდები დიდი, მინდა გამოვიდე მხატვარი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდიოდი და ჩემის ვისწავლე. მე ვიცი დედიკოების ხატვა, მამიკოების ხატვა და სახლების, საღლების, კატების. ყველაზე ძნელია ჭიქის დახატვა. ყველაზე ადვილია ვარსკვლავის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია იასამნის ფერი და არ მიყვარს ყვითელი ფერი. იმიტომ რომ ძალიან ცუდი ფერია და არ ემჩნევა კარგად. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 12 კარგი ნახატი. ძივებს ვყიდი, ნახატებს არა. ჩემ ხელით მძივებს ვაგებდი და ვყიდდი. ძივების გაკეთება მასწავლა დედიკო. ვაკეთებ სამაჯურებს, ფეხის სამაჯურებს და ყელსაბამებს და ბეჭდებს. ზოგს ახლობლებს ჩუქნი, ზოგს ვყიდი. ზოგს სამლარად, ზოგს 5 ლარად და 2 ლარად. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონია დაბადების დღეზე 600 ლარი. ზოგი დედას გაუნაწილე, ზოგი მამას და ზოგით რაღაცაები ვიყიდე. ახლა მაქვს ულაბა, რომელშიც ვაგროვებ ფულს. ხანდახან ჩუმად ვიღებ და შოკოლადებს ვყიდულობ. მე რო გავიზრდები და სამსახურს დავიწყებ, ხელფასი მექნება 10,000 ლარი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ცხენების პატრონი. ძალიან მიყვარდა ცხენები და იმიტომ. ახლა მინდა ვიყოთ 11 წლის, იმიტომ რომ მინდა რომ მარტოიარო სადამე. მაგალითად სკოლაში და მაღაზიებში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი ძამიკო. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ძმა იმიტომ არ მინდა რომ ძალიან ცილქია. ჩემი ძმა არის 13 წლის და ქვია ლევანი. ის არის ცელქი, ნიჭიერი და სიმპათიური. მამიკო არის ძალიან კარგი ადამიანი, სიმპათიური, საყვარელი და მშრომელი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი და საყვარელი. მიყვარს კითხვა, თუ არის წიგნი საინტერესო ნახატიანები. ჩემი საყვარელი წიგნია დიდი ნუნუ. საყვარელი მულტფილმია დათვი და მისი პატრონი. სახელი არ ვიცი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემ ძამიკოს გავაჭვიანებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. ზღაპრის გმირებიდან მე ვგავარ რაპუნცელს. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა. სესილია რომ არ მექვას, რა მერქვეოდა. მე სესილია დამარქვა, მე მქონდა ძალიან მომწონს ეს სახელი. მაგრამ სესილია რომ არ მერქვას, მერქმეოდა ელისა. ჩემ შვილებს დავარქმევ ანანოს და ლუკას. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ გქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ყავისფერი ძაღლი. ჩემი ყველაზე კარგი თვისებაა რომ ვარ ზდილობიანი.
გამოსასწორებელი მაქვს ცნობის მოყარეობა. ბედნიერება არის დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.